დღეს გადავწყვეტით ვილაპარაკოთ პოლიტიკაში იუმორზე და იუმორზე როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტზე უხსოვარი დროიდან. ნიჭიერად თუ ემსახურები ბოროტებას, ეგ უარესია კიდე რა. ხო, ჯობია უნიჭოდ ემსახურო ბოროტებას. რა არის პოლიტიკური ენის ლიმიტი? ხელოვნების, სუფთა ხელოვნების თვალსაზრისით ცხადია, რომ არსაძღვარი არ არის და პირიქით ადამიანი რა ფორმით და როგორ ებრძვის საკუთარ შიშებს და სხვის შიშებს, ეს მისი შემოქმედების თავისუფლების ნაწილია. ვინ არის შენ აზრით კაცი, ვისაც კაი იუმორი აქვს, არის ეგეთი? კი. ბიზნეს გარდა, ბიზნეს არ ითვლება. როგორ არა არიან. იქა ესენი ვინ ხუმრობს ალბათ კარგად. აუ ისი ვოლსკი მაინტერესებს როგორ ხუმრობს. გამარჯობა. ტელეფონი ბრუნდება 25 ეპიზოდით. 25 ეპიზოდი ბევრია, ზოგ სერიალის ერთ სეზონზე მეტი უკვე. ამიტომ აუცილებლად გამოგვიწერეთ ამდენი ხანი თუ გადავრჩით ხალხო. გამოგვიწერეთ, დააჭირეთ ზარის ღილაკს და შემოდით დისკუსიაში სხვა თემებზე. დღეს გადავწყვეტით ვილაპარაკოთ პოლიტიკაში იუმორზე და იუმორზე როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტზე უხსოვარი დროიდან. იუმორი ხშირად იჩაგრებოდა პოლიტიკაში და ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ამბავი არის ის, რაც აი ახლა მოვიტანე, შარლი ებდოს ცნობილი მოვლენები. ამ თემაზე სალაპარაკოთ, აი რაღაცა სიზღვის ენებზე, უკვე გინებაზე, დასმენაზე და ასე შემდეგ. გადავწყვეტე ვილაპარაკოთ ადამიანთან, რომელთან ერთადაც ქართული თანამედროვე პოლიტიკური იუმორი იბადებოდა ჯერ კიდე შორეულ 90-იან წლებში და დღესაც ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიანად აკეთებს ამ ამბავს. მიშა მშულდაძე, ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, წარასვლელს თბილი სიტყვებისთვის, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. ხო, ნუ არა, ის იყო რა ქვია. მე ერთი 4-5 წლით გვიან ჩავერთე ქართული პოლიტიკური იუმორის დაბადების პროცესში. ხო, რამდენიმე წლით გვიან. მანამდე მაგის გამო ხალხს შემოწდა თაობები. რაღაცა პერიოდში მაგის წლავები. იცი როგორ იყო 90 თუ 11 წელი იყო, 10 უფრო ალბათ რაღაცა. კავენის ფინალი არის ფილარმონიაში. გპ და უნივერსიტეტი თამაშობენ რა. ფინალში და დერბია კი. ხო და ამას უყურებ მე ხა ისა ვარ. ყრმა სადღაც ალბათ მაგას 15-16 წლის მაქსიმუმ. შეიძლება ცოტა უფრო ადრეც არის. პირველი კავენის ჩვენება არის ქართულ ტელევიზორში და მანამდე ესეთ ყურადღებას ვერ იქცევდა ხოლმე. არც იყო საინტერესო ალბათ. იმიტომ რომ მახსოვს შთაბეჭდილება რამხელა მოახდინა. იმიტომ რომ ერთი სხვივის გპ იყვნენ ძალიან ნიჭიერი ხალხი. ოღონდ შეყავდათ ძალიან ყოფითი რა. როგორ თქვა დღევანდელი გადასახედიდან მაგას დაარქმევდნენ აპოლიტიკურს დაწყვეტა. უნივერსიტეტს პოლიტიკური შეყავდა რა და აი მაგან ეგრევე მომხიბლა, იმიტომ რომ რაღაცა გამბედაობა ჩანდა და თან მერე წააგო უნივერსიტეტს, მაგრამ ამის გამო, იმიტომ რომ ეხლა პოლიტიკური შეყვანა წახალისებული ყოველ შემთხვევაში ჟიურის მიერ ვერ იყო პირდაპირ ეთერში, მაშინ იწყებოდა. თუმცა რავი, ეხლა დღეს რო წარმოიდგინო, ეგეთი რამე შეგიძლია, რომ ოცნების პირობებში, ოცნების არხზე გავიდეს. არა. ხო, რეები გადის რა. ეს უნდა 20.000-ის ვერსია, რომელიც გეუბნება, რომ როდის უფრო მეტი პარტიმარი იყო 2012-მდე თუ. რავი, დააღუნინეს ტვინები ამას, რა ქვია, საწყავთ ჩემ ყოფილ კოლეგებს. ვისთან ერთად დაიწყეთ ან ეგ ამბავი. ბევრი იქით. ხო, რავი, ბიჭო, გაგიჟდნენ, რამდენი ხუმრობა შეიძლება მოიფიქრო იმაზე, რა ქვია, ოპოზიციაზე. და ეგადა ტანჯვა და ღრიჭი ხო, ნუ უკვე რაღაც ეცინება და არაფერი. ხანანაირად და გაგეცი. ბოლო დროს კი რა დაგეს, იქ კურიოზებში, დიდი ხანამდე წელი უკვე ახალი წლის კურიოზებში, ანუ ოპოზიციას თუ ახვედრებენ გასაბანძებლად. ხო. ისე იქით არის რა კურიოზი. აქ კურიოზია, აქ უნდა რაღაცა საშინელება მოგივიდეს. მე რო ეგეთი ყრმა ვიყავი, პირველად გავიგე რადიოში ყველა სააგენტოს თავზეც გავიგე. რაღაცა და მე სახში რომ მიგზავნოდნენ ხოლმე რაღაცას, მანქანაში ჩავდიოდი და იქ და ის ხალხი ბევრი, ვინც ეხა მისთერთაც მაგ ამბავს აკეთებდი, სხვა მხარეს
ეს არის. რეალურად ხო მაგ დროს დაიწყო არ რაღაცა ქუჩებში ძამერიც არა. არ ხო, ნუ ძამერი არა, მაგრამ ნუ 1-2 ხალხსაჩინო ფიგურა. ეგ მაგ დროს დაიწყო რეალურად პოლიტიკური იუმორის აქტიურად ჩავნა. საქართველოს დიდი ისტორია აქვს მაგის ერთი წიგნი დამრჩა სახში რომელიც კარგად აღწერს რაღაც 20-იან წლებში სატირას და აი რაღაც პირველი რესპუბლიკის დროს რომელიც აქტიურად გამოიყენება და სოციალ საბჭოთა საქართველოსთვის საბჭოთა კავშირისთვის საკმაოდ თამამი იყო აგივე ნიანგი და რაღაცეები იყო ისეთი, მაგრამ რეალურად რა თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური იუმორი დაიწყო რაღაც დარდუბალა რადიო 105 პირველად ხალხმა გაიგო რაღაცა შევარდნაძის ხმა გია ჭანტურიასი შენი რაღაცა განსხვავებული საინფორმაციო გამოშვება და მთელი ეგ ამბავი. როგორ დაიწყეთ ეგ და მაშინ რა ხდებოდა ანუ აი ხო ის ხო ბევრად ბრელი საქართველოა რა. აუ რავი როგორ იყო იცი მაშინ რაც არ უნდა გაგეკეთებინა ყველაფერი იყო პირველად რა და ამიტომ ის განცდა რომ ეხლა ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებთ ან რამე ისეთი გავაკეთოთ რომელსაც პირველები რაღაცა ეგეთი ის არ იყო რა ეგეთი რა ქვია მისიონერული ხო უბრალოდ აკეთებდი რა ხო რავი საბოლოო ჯამში მულტფილმის ყურება ყველას გვიყვარდა ბავშვობაში და მულტფილმის კეთება მაგარი იყო რადიო ეხლა ერთ-ერთი მედია იყო მაშინ რა ტელევიზია არ იყო სიმბოლურად არა დენი არ იყო ხო და თან დენი არ იყო დენი არ იყო და რადიო ელემენტებზე მუშაობდა ტელევიზორი მაშინ ჯერ კიდევ ვერა რა ის ტიპი რაღაცა ფანარიც უქონდა რადიოს იყო კი და ამიტომ რადიო ისეთი ძლიერი მედიუმი იყო რა მე მანქანებში რადიოები იყო თუ იმეს მანქანა ყავდა და სიმნელეშიც რადიო მუშაობდა რა და ამიტომ იმ პერიოდში ეს რადიო გაიფურჩქნა რა და თან ეს 105 მთელი მუღამი ეგ იყო შემოქმედებითობა იყო რა რაღაც ხუმრობა იყო პოლიტიკური ამბავი იყო და თავისუფლების რაღაც სუნს აყენებდა ეგეც რა თუმცა ხო იმიტომ რომ ხელისუფლება ეხა ყოველთვის ყველაზე ძლიერი ბანდა იმ ქვეყანაში რა რაც არ უნდა დასუსტებულ განუვითარებულ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი დაჯგუფება არის ხელისუფლება მაინც ის არის რო იძახო რომ ეხა ისინი ვერ იყვნენ რა როგორ ვერ ყველაზე მაგრები ეგენი იყვნენ და ეხა ის იყო მაგრამ შევარდნაძეს არ ვიცი ეხა რაღაცა ეს ის კონდა რა ჩემი მეგობარი გენშერის მიმართაც ხო რაღაცა უნდა გაეკეთებინა ბიზნეს არავინ არ ყავს სამწუხაროდ რავი. ხო, ეგ მაგითო გიშო, ვისაც გაეპრანჭება იქით ხარეს რა და ეგ ცუდია. ხო და შევარდნაძეს ეგ ქონდა რაღაცა, იცი რა არის, მე გამახსენდა რომ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე მაშინდელი ხელისუფლების თავარი ის რა იყო, რა ხდება იყო გადაცემა კოკა-ყანდიაშვილის. და მე როგორც და დარდუბალა იმის 105-ელი და რაღაცა, მან რაღაც რუბრიკა ქონდა და მან ვარ მიწეული როგორ იცით მთელი ოჯახი. და რაღაც ქონდა ეგეთი ხო ხოლმე ოჯახი და როგორი პოზიტიური ის იყო, იცი ხა ეგეთ ვიდან ხალხი რეკავდნენ თან და ხო და ეს არის რა ქვია და ეგ აბსოლუტურად წარმოუდგენელი ხო არ ეხა და იმ დროისთვის როგორ იყო იცი რომ ნუ ეხა ალბათ ესე ითვლებოდა რა მე მაშინ ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ და ამდენს ვერ ყვეოდი აქეთ მე აქეთ ნაწილში პოლიტიკურში მაგრამ ალბათ ითვლებოდნენ რომ ნუ ის არის რა ჩაგვეთვლება რომ დემოკრატიული ამბავია და ეხა აქტიური პოლიტიკოსიც ხო არ არის რა სცენარისტია რაღაც ისიმის იყოს მოსულა რა გაცხადებული პოლიტიკური ამბიციების გარეშე ადამიანზე ალბათ ქონდათ ეგ, მაგრამ ეხლა ნუ ეგეც არ არის. არა, ეგ ეხლა შეუძლებელია. შენი ადამიანური მხარე თუნდაც იმ პოზიციაში შენი ნებისმიერ სცენარისტს ის რომ ადამიანი წარმოაჩინოს, ეგ მისი მისია არ არის, იქ ადამიანი მოგუდა. და შევარდნაძეს თან თვითონაც ქონდა ეს იუმორი რა, როგორც პოლიტიკური იარაღი, იმაში, რა ქვია, არსენალში. ნამდვილად კარგი, დღემდე, აი დღესაც შემხვდა რაღაცა რომელიც ის არის ვიღაც ბინ ლადენი არისო იქ პანკისის ხეობაშიო იმა თქვა საგარეო საქმეთა მინისტრ რუსების და ამა თქვა რომ დედამისის სახლი დგასო იქო ახმეტაში და შეიძლება იქ იმალებაო შემომოწმერდო ხო და ხო ხვდები რომ აი ეგეთი პასუხის მერე სახელმწიფოს მეთაურისგან იქავ ვერც დაბომბავ ვერაფერს ვერ შვები რა ამას იუმორი არა
გადასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამას ახლა რა უმორიც აქვს პირველივე იმაზე მოგვიყვა. ხო, ანეკდოტი გითხრა და არ გაგვეცინა და გაუთხრა. როგორი ისაა, იცი, ანეკდოტის მოყოლა კიდე სხვა რამეა რა, სწორი ტემპის შერჩევა. ინტონაცია, ტემპი რა. ეს, მაგრამ რა ანეკდოტებიც მოგვიყვა სინამდვილეში, თავისი შინაარსით, ფილოსოფიით, ლიტერატურული ღირებულებებით მე მომწონს სიმართლე. ამიტომ ძველი ისეთი გებრიელი. აქვს რა იქ პარადოქსიც ნათელი არაშია იჯდერაოში. ცოტა ის არის რა. როცა როგორ თქვა, როცა ის რა ქვია, გასამართლების ობიექტი, ვისაც ასამართლებენ, ის ხვდება, რომ ეს ფარსია, ეს ყველაფერი რა. იჯდერაო მაგას ნიშნავს ეგ ანეკდოტი და ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ დღევანდელი ჩვენი რეალური სასამართლო და ჩვენი პოლიტპატიმრების შესაქმნები ძალიან დაემსგავსა მაგ ანეკდოტს, რასაც თვითონ პირადად ბიძინა მოგვიყვა პირველივე ემაში. ეგეც ის არის რა ქვია. ფსიქოლოგია, ვისაც უყვარს სამოყვარულო დონეზე, შეუძლია გაერთოს ეგეთ რაღაცებს. კი, ჩაჭერა. სისხლიან 9 წელს რო ვეძახდით. ხო. მაგ დროს რა ხდებოდა? ნუ მაგ დროს ახლა რაღაცა მე არ რაღაცა პრეფერლია. ვიღაცა მე მაგრამ ხო მე ვინანიე რაღაც პერიოდი აქტიურ წინააღმდეგობასაც აღარ უწევდი, მე იმდენად გაჯდა რა ეს ის აზრი აღარ თანამას ოღონდ არა ჩვენი ისტორიის ნაწილია, რომელიც ცოტა ცინიკურად. ეს ის არის რა ქვია. მაგ დროს ხო სისხლიანი 9 წელია. სისხლიანი 9 წელს რაღაცას თუ ეძახი, ნუ რავი ხო, პოლპოტი და სისხლი და რაღაცას რო გაიღადავებ, მაგის გამო ალბათ უნდა წამოგარტყან თავში. იყო ეგეთი ამბავი? სისხლიანი 9 წლის მანძილზე? რავი, სააკაშვილის ჩაჭერა. რამე ჩაჭერა იყო იუმორზე? რაღაცა მე შევეცდები გავიხსენო. თუ რამე ყოფილა ეგეთი. როგორ გითხრა? ნუ ფაქტია, რომ ერთი რაც აი თვალშისაცემი იყო ყველა მაყურებელმა რაც ნახა, რომ 2012 წლიდან და მანამდე იყო ის თითქმის ერთ-ერთი ღამის შოუ იყო ვანოს შოუ და 2012 წლიდან ხელისუფლება რო შეიცვალა და ბიზნეს კრიტიკა რო დაიწყო ამან ახალ სიმაღლეზე გავიდა რა კი მაგრა დაიბუსტა ანუ რაღაცა მე არ ამგონია რომ ვანოს ვინმე მაშინაც მხარდამჭერი იყო რა და არ ეხუმრებოდა შეიძლება იმას მაგრამ აი ამას ეხლა რასაც ესენი აკეთებენ მართლა რო დღეში სამი ხუმრობა ვაშაძეზე, სამი ხუმრობა მამუკაზე, სამი ხუმრობა იმაზე, ესე სისტემა რო აქვს და თან ყოველგვარი იმის გარეშე რა თან რა იუმორშიც ხო როგორ გითხრა ეხა აი მაგალითად გამორიცხული იყო რომ იქ ვანოს რამე ეხუმრა იმაზე ვინმეს ეთნიკურ წარმომავლობის მიმართულე რაღაც ეგეთზე რაც არ უნდა მაშინ ყოფილიყო რა იმათ ანუ როგორ თქვა ის რომ ადამიანი შეიძლება ბუნებრივად იყოს ხელისუფლების მხარეს რა. რავი, არჩევანია რა. ეგ რავი, ამერიკაში ეთყობა ყველა ლეიჩოუს სამყაროს ვინს მე ამაში შესაძლებლად ვხედავ. რა თქმა უნდა. მაშინ განსაკუთრებით ხედავდი, იმიტომ რომ მეც ეგრე ვიყავი. ხო და რაღაცა ეგ არის საბოლოო ჯამში მაინც თავრობა რა ხო ხდები ხა რაცა უნდა იძახო რომ იცი მე ჩემინებით. რაღაცა თვით ცენზურა ალბათ მაინც მუშაობს, იმიტომ რომ ეს თავრობა თავის მხრივ კიდე ცოტა არის როგორც ეთი გამოთქმა არის სპილო ფაიფურის მაღაზიაში რა. დიდია რა. ხო. ნებისმიერი ოდნავ შემოტრიალება იქ მსხურებებს იწევს ახლო გარშემო ძალიან იქ თუ ხარ რა და რაღაცა ეგ პრობლემები ალბათ იქნებოდა როგორ არა, მაგრამ ესეთი რავი ეხა მე თან არ ვარ სამწუხაროდ ამ პერიოდში ექსპერტი ხო იყო მაგალითად რაღაცა ეხა მე ხას იმის უცნობის გადაცემა სადაც რაღაცა ხშირად უკბილოს რაღაცა გადავდა მაგრამ არავინ არ ზღუდავდა მაგის იყო შალვა რამიშვილის ის რა ქვია ნუ შალვა რამიშვილის და სხვა შორის ავიცი ვახსენეთ ჩემი ძველი მეგობრები და ერთი მათგანი უნდა დავიცვა ეხლა რომელმაც მაგი იუმორისტული მიმართულებით პრესი გადაიტანა ნაცების დროს ბოლოს ზვიოს გულის ამ შემთხვევაში შალვამაც მათ შორის ეხლა ისიც ის იყო რა ქვია მაგრამ შალვას უფრო რთული და დახლართული ისტორია ჰქონდა და ცოტა უფრო უგმირო ტრაგედია იყო და ზვიოს შემთხვევაში ჩემი აზრით აბსოლუტურად ზედმეტად იქნა შეფასებული მისი სამუშაოდ გადასვლა შალვას გადაცემაში
გადაჭარბებით და მე მასზე რეაქციები რაც მიცა ხელისუფლებამ, მისი ოჯახის წევრების შევიწროებით და რაღაც რეპრესიები რაც გამოატარეს. ხო, ეგ თუდი ამბავია. ხო, აი ეგრე პერსონალურად შეხება და რაღაცა, ეგ იყო რა და საბოლოო ჯამში ალბათ შეიძლება დავარქვათ რომ უკავშირდება იმ პერიოდის იმას იუმორის რაღაც პონჩი შეზღუდვას რა და ჩაჭრას რა და ხო ეხლა ეს არის რა ქვია ზვიოსთვის ეხლა ძალიან მძიმე იყო მაშინაც და რავი დღემდე იქ არის რა და როგორ თქვა არ ვარჩევ ხოლმე ზვიოს იყოფნას რა არ ვეხები მაგ თემას იმიტომ რომ ასეთი რამე ვისაც გადატანილი აქვს პერსონალურად ფიქრობ რომ მას უფლება აქვს რომ იყოს სუბიექტურად მიკერძოებული თვითონ და საზოგადო სიკეთეს და სამშობლოს უკეთესი არჩევანი რომელიც ეგ შეიძლება ეშლებოდეს რა ეგ ამბავია ну შავა გაიშვა იუმორს ჩემთვის რა პირველად შეიძლება ვამბობდე კარგ შავა არ ამიშოზე მაგრამ რა მარტო თქო მე მაგრამ მევასებოდა რაც დაკეთებდა ყოველთვის რა თქმა უნდა რაღაცა ხო რა უჭერს იყო და უცებ გახდა უცებ გაეშვა რა იუმორს და რა იმაში რაც დაკეთებს ძალიან ცუდია ძალიან ვერც ვერავინ ვერ გააკეთებს მაგაზე უკეთ იმას რასაც ეხლა შალვა აკეთებს მეორეს მხრივ იმიტომ რომ იქით იგივეს კეთების ბოდიშურუსული გამოთქმისთვის და ჟალკა ეპადობიესაც ბევრს ხედავთ ხოლმე კი რა თქმა უნდა მისავე არხზე ანუ საბოლოო ჯამში მაინც ეს ძველი ტალანტი და რაღაცა ისა ნიჭი თავისაშვება ხო მაგრამ სამწუხარო ის არის რომ როგორ თქვა ეხლა არ ძალიან პათეტიკურად მინდა გამოვიდეს მაგრამ ბოროტების სამსახურში არა ეს ნიჭი ეხლა ეგ ძალიან ცუდია ხო რა თორე რა ეგ არის საბოლოო ჯამში იცი რა არის ორი რამე არის რაც განსაზღვრავს ნებისმიერ ამის შეფასებისას რა მისი რაოდენობრივი პარამეტრები და კონტექსტში როგორ ზის მე ეს რა და ეხლა ცხადია რომ ის რაოდენობრივი პარამეტრებზე არ გამართოთ ამდენი რამე გაუკეთებია მართლა თავის CV რო ჩამოწეროს ის ხალი თავის CV-ს რო ფეხზე უდგებოდა ამის CV-ს ალბათ და წამოუხდეს აერში მართლა უნდა წამოუხდეს ხო მარა მე არის კონტექსტი რა რაც ყველაფერს შეიძლება უცვლიდეს შინაარს ანუ ძალა ხო ვექტორული სიდიდეა მიმართულებას აქვს მნიშვნელობა და ნომინალურ რაოდენობას იმისა ქვია საკუთრივ მოდულს იგივე აქაც რა ეხლა ნიჭიერად თუ ემსახურები ბოროტებას ეგ უარესია კიდე რა ხო ჯობია უნიჭოდ ემსახურო ბოროტებას რასაც ბევრი ძალიან საკაიფო დაკეთებს და ზოგიერთი კეც ვახსენეთ უკვე კლაუს მანსა ეგეთი მეფისტო ტომას მანის შვილს ხო მაგაზე ზუსტად რომ უნიჭიერეს იმსახურება რომელსაც პირადი გამორჩენისთვის ბოლოს მარტო ჰიტლერის მაქებრის გარდა არაფერი აღარ რჩება ხო იცი როგორ არის თან აღარ კრება ის ტიპი რო დააკვირდე რანაირი დიქტატურა აღარ ყოფილა რა ადგილას არა სამყაროსი რაღაც სხვადასხვა დროს ისტორიას და მათ შორის ეხლა სულ ახლო წარსულებშიც ისეთი რამეა რა რომ ანუ უმრავლესობა საზოგადოების ანუ რაღაც რამდენიმე წლით მაინც რაც საკმაოდ დიდი დროა იმისათვის რომ უამრავი ადამიანის ცხოვრება დაჭყლიტოს და დაანგრიოს სისტემამ შეგუებია აბსოლუტურად ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერს და ეს ერთის მხრივ შემაშინებელია, მეორეს მხრივ პირიქით რა. რავი, როცა გეშინია ხო საბრძოლოდ ებზადები. წესია. ხო, უფრო დისციპლინირებული და მონდომებული უნდა ხდებოდი. ეხლა დაიწყო ჩემი აზრით აი ახალი ფაზა ხო? ნუ რაღაც აი ეს წავიდა ვიღაცა მოხარე აირჩიეს, ვილაპარაკეთ ის იქით და ისაკეთ და აი ეხლა გვერდზე გავწიოთ. მაგრამ ეხლა ჩემი აზრით დაიწყო ძალიან ბუნებრივი პროცესი, რომ ხო რაღაცა კრიმინალიზაცია ამ ყველაფრის, რაღაც სიტყვის კრიმინალიზაცია და პირველ რიგში იგი უმორს ეხება. ხო, აი აქ მივდივართ იმის ეგიდით, სიძულვილის ენის ეგიდით და სიძულვილის ენა რა არის? აი შენ ეხლა ახსენეთ ეხლა რაც ხშირად გვესმის ხოლმე იქით რაღაცა ეთნიკური ნიშნით. ანუ სიძულვილის ენა არის, როცა შენ ვიღაცას იმის გამო რის შეცვლას იმას არ შეუძლია. აი მარტო ყველაზე მარტივი ახსნა ეს არის, რომ არ ჩავეძიოთ ეხლა ოქსფორდის, კემბრიჯის და სხვადასხვა იმების, რა ქვია, ენციკლოპედიების ახსნა. ანუ მარტივად არის, როდესაც არის რაღაცა, რასაც ჩვენ ვერ შეცვლი შენში, ამის გამო ვიღაცა გლანძღავს
დაქცინის შეურაცხყოფას გაყენებს. ეს რა ჩვენი კანის ფერი, ეროვნული წარმომავლობა, ორიენტაცია, ესეთი რაღაცები, რაც ვერ ცვლის ადამიანს. გარეგნობა, ანუ ამაზე რომ დაცინი ეგ არის სიძულული წენა, ან ამაზე რომ ლანძღავ ადამიანს. ანუ ვიღაცას რომ დაუძახებ, რა ვიცი, მონღოლ მეჯოგეს ერთ კაცს მაგალითად ან რამოდენიმეს ეგ არ არის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ რა ვიცი მართლა ის რა ვერ ცვლის მაგას ან მაგის მართლა ეგ ხო არ არის თუ მართლა ეგ არის გითხრას დავფიქრდებით რაღაც ვიზა ანუ საფარქვეშ რომელიც ძნელი ასაგები არის ბევრისთვის რომ აი სიძულვის ენა ძალიან კონკრეტული რაღაცაა და არა უბრალოდ დედის გინება Facebook-ზან აი ეს არ მომწონს და ეს ამის საფარქვეშ რაღაც ჯოჯოხეთური კამპანია, როცა ადამიანებს მოდი რა ყველა მხოლოდ ეხლა ამას ჩამჩვენა რომ ყველა მხარეს ხوخოსანა ეს გიგელიას იმას და არ იცით რა ვიღაც შეგაგინა არ იცი არ გინახავს და იმას აჯარიმებ რომ იგივე გააკეთონ ეხლა მასიურად მე აკეთა მხარეს და ამას დაიწყებენ ეგჯერ არ დაუწყეთ. ანუ ძალიან დიდი საშიშროება დადგა რეალურად თავისუფალი სიტყვის და პირველ რიგში პოლიტიკური იუმორის. მაგის შეზღუდვა მინდის აი ხშირად აქამდე. შემი აზრით ლიმიტი არსებობს? აი სიძულვილის ენის მიღება. რა არის პოლიტიკური ენის ლიმიტი და აი რა სად დაუსვამთ? ნებისმიერი ეგეთი იმის ლიმიტი, ეგეთი თეორიული რო გითხრა რომ აი გადის და ხო არ მოსულა არ არის რა, იმიტომ რომ არის კიდე რაღაც მყისიერი რეაქციის მასშტაბი რა შეიძლება იყოს და აგერ ჩვენ უყურებთ რომ რაღაც ხუმრობა რომელიც ადამიანებმა რამოდენიმე თვის თუ ერთი წლის წინ თქვეს პროპაგანდა ეხლა ამოწევდა რომ ის განადგურება უნდა საჯარო იმიტომ ის არის რა ასე რომ მან ვერასდროს ვერ იტყვი სინამდვილეში ეხლა ხელოვნების სუფთა ხელოვნების თვალსაზრისით ცხადია რომ არსაძღვარი არ არის და პირიქით ადამიანი რა ფორმით და როგორ ებრძვის საკუთარ შიშებს და სხვის შიშებს ეს მისი შემოქმედების თავისუფლების ნაწილია მაგრამ არის მეორე კიდევ რომ ადამიანი გახდა ძალიან მოწყვლადი რა და რაღაცებს მართლა ობიექტურად განიცდიან და ტანჯვას იღებენ ადამიანების სიტყვითაც რა და ეხლა როგორ თქვა მიჭირს ეს მივიყვანო იქამდე რომ კანონი უნდა იცავდეს ამ გზნობებს მაგრამ ის რომ ადამიანს უთხრა რომ ბიჭო კაი ეხა რა ხო აი ეგ აბსოლუტურად მესმის რომ ეგ საჭიროა რა სულ ყველა ფორმაში უნდა იყოს რომ თუ იმე მაგ ზღვარს გადავა ის რომ ფიდბექის მიღების ის კონდეს რომ შენ ახლა კარგი ბიჭო რა აი რა კაი ბიჭო ხო ეგ სივრცე უნდა არსებობდეს ოღონ აი კანონებისთვის როგორ არის ისი თავისი სფერო კანონებისთვის არავის არ ემეტება რა ყველას თავისი ინდუსტრიის და იქ დასაქმებული ხალხის თვითრეგულირების მეთოდი და მე სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში ამიტომ ამ ნაწილზე არ ვიცი ვერ ვიმსჯელებ რა თუმცა შესაძლოა რავი კანონითაც რეგულირდებოდეს რა ჯარიმით არა მე მგონია რომ შეუძლებელია როცა ამბობ რაღაცაზე რა აბსოლუტური უფლება და ამბობ რომ ხო რა რავი სიტყვა არის რაც გინდა ის თქვი ეგ არის მთავარი მონოპოლარი მთელი ამბავი ეგ არის თუნდაც ამერიკული 250 წლიანი ცილის წამება რაღაც ეგეთი ბოროტი განზრახვა რაღაცები მესმის რომ იჯებოდეს კანონით რა მაგრამ აი არ ვიცი რა დაცინვა როგორ შეიძლება რაღაცა ხო რომ დაუშვათ რა მე რომ ვინმე მსუქანა მეძახოს და მე ეს განვიცადო და ამის გამო ის დავაჯარიმო ეგეც სამყაროზე არასოდეს არ მიფიქრია მიუხედავად იმისა რომ მართლა შეიძლება გული მეთქინოს რა ეგ რომ მეძახოს ხო რა პრობლემები ამბობენ მაგრამ ამას აუკრძალო ხო აი ეგ აკრძალვები მაშინებს სიმართლე გითხრა მაგრამ და არც ვარ ისა რა ქვია არ მინდა დიდი ექსპერტი მაგ საკითხის რა და როგორ შეიძლება იყოს თუმცა არ ვიცი რომ სხვადასხვანაირად მიდგომები არსებობს და რაღაცას ვიკლებთ ეხლა კაცობრიობა მაგრამ ჯერ არ ვიცით რა ეხლა ხო რაღაც ახალი თემა ერთმა ჩემ არ ვიტყვი იმის სახელს ეხლა რატომ უნდა ვთქვა ეგ მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა აი შენ განცდებში არიანო ეგ თქვი და ერთმა ჩემმა მეგობარმა თავის მეგობარს და რომელიც ესეთი უდიპლომო დეპუტატი არის ერთ-ერთი მეტი დეტალის გარეშე რა აი დაიჩივლასავით ხუმრობით რომ რა მონა რომ ესმის და ხურები და ყველაზე კარგად აღწერს ჩემი აი ხო რა განიცდი რაღაცებს რაღაც ხედავ მაგ იმას მაგრამ ცდილობ ეხა რომ ცდილობ რა მე მგონია რომ რაღაცა დავდაცვის მექანიზმის შექმნის პროცესში არიან რომ აი ეხა ამითი დაგიცავ მეცი როგორ არის აი ეს რაღაცა აქ ხო რაღაცა ეს ჩვენი სისტემა როგორიც ახლა გვაქვს კიდე რაღაც განსხვავებული არის რა რაღაცა ბატონყმური არის თუ პატრონყმური არის უფრო თუ რაღაცა ეგეთი არის რა და ამას აქვს მოლოდინი რომ ის დაიცავს
ხო, როგორც მაშინ იყო და ის მე ამ მოლოდინებს პასუხობს ამ კანონებით, რომ აი ნუ გეშინიათ თქვენ გახვალთ კაფეში და იქ ახლა არავინ არ შეგაგინებთ მაგას ახლა როგორ მოგცემ გარანტიას, რომ ვინ შეგაგინებთ იმას დავჟი და აი 2-3 თვე აიტანეთ ახლა და ნელ-ნელა ხო და აი ნახოთ რა ჯერ ეს ნელ-ნელას არ ამგონია რომ სასიამოვნო უნდა იყოს და მეორე რომ ესე კანონით რომ ეგ რეგულირდებოდეს რავი მაშინ ეს კანონი გვექნებოდა კაცობრიობას და ეხლა არ გვაქვს კაცობრიობაზე ეგეთი კანონი რომ ანუ გავიგე რომ ჩვენ რაღაც ცოტა ხანია დემოკრატიას ვთქვათ ვიღაცები აი 250 კი და ხო და რავი არა ვერ ქნეს თორე მართლა ეხლა შემოიღებდნენ კანონს და ილაპარაკებდნენ გეთაყვათი რა და მორჩებოდა ეგრეთები მაგრამ გეთაყვათი ლაპარაკი მათი არჩევანია სინამდვილეში ეხლა ჩვენ გვიკვირს ხოლმე ხანდახან რომ ანახე რა ძალიან ზედმეტად ზრდილობიანად საუბრობენ და ეგენი არ საუბრობენ თან ზედმეტად ზრდილობიანად მაგათ არ იციან ეგეთი რაღაცეები რა ნუ ალბათ ჩემ სულ მაგას ვამბობ რომ ყველაზე ცუდი პოლიტიკური ენა გვაქვს ბოლო წლებში იმიტომ რომ მათ უბრალოდ მეტყოლების არ გამოსდით სხვანაირად რა ისი როგორ არის საბოლოო ჯამში პოლიტიკა თუ შეჯიბრებითობაზე არ არის ნაწილობრივ დეგრადაციაში ხო ეხლა აბა ადამიანს საიდან უნდა აღმოაჩნდეს რიტორიკული უნარები ან რაღაცა თუ იმან ამ შეჯიბრში არ გაიარა და ვიღაცას არაჯობა რა ან აი ცოტათი ჩამორჩა და ნუ ისიც არის და ესეც არის რა მაგრამ რაღაცა უკეთებია მაგრამ მაგ ხალხში ისიც რო და ესეც არის სულ არის მოთხოვნა რომ მოთხოვნილება რომ იმენაზე ილაპარაკოს კი და აქ ეს ის არის რა ქვია მოკლედ დაკარგო პოლიტიკური პროცესი რო არის არ არსებობს მე უკვე აი ეს ის არის რა ამას მოყვება ყველაფრის დეგრადაცია მათ შორის ამისაც ახლა იმიტომ რომ მართლა რავი 90-იანებში აბსოლუტური თავისუფლება როცა იყო და კაციშვილი მომკითხავი არ იყო და რავი გინდება მაშინაც ვიცოდით ყველამ და განწყობაც ისე ამბებსაც ვიგინებოდით ისე აქეთ მე სადარბაზოებში და იმაში ხო რაღაცა გადარჩენის ერთ-ერთი ისე რა ვიგინებოდით თან ისეთი მიმართულებებით ხშირად რომ მტერს და ავს უმისამართოდ ვიგინებოდით ფაქტობრივად მაგრამ ესე არ ვაგინებდით რა ეს ჯაგობა რა არ იყო ეგრე მოსული რა ხო რაღაცა წესები აქვს მაგასაც ესენის იცი როგორ არის საერთოდ ეგრე იქცევიან ხოლმე ადამიანები ვისაც არავითარი გამოცდილება არ აქვს საკუთარ სიტყვაზე პასუხის გების ნამდვილად ეგ ძალიან სწორი ის არის შეფასება მაგისი რომ ხო რა როცა არასდროს არ დაგიცავს ეგ ხო რა როცა შენ სიტყვაზე პასუხისგებელი როცა არ ახარ მე იქცევი ეგრე რა იმიტომ სულ მიკვის ხოლმე მაგალითად რავი ახლა აი მაგალითად სოციალურ ქსელში ახლა ხო ურთიერთგინებაში შევსულ მეც ვიღაცას და არა რომ შევგინები ამას პასუხია ხანდახან ახლა ყოველთვის მეც ალბათ არა მაგრამ ნუ ხანდახან რა იმიტომ რომ ახლა ის თუ მაგინეს მე რა ვერ გავიგე მაგის დედავატირე რა ისა ვარ რა ქვია რატო არა თავს ვიცავ რა ბრაზდები და გამოვხატავ ჩემს გულსფერ ემოციას იმ წამს და ის ადამიანი თან იმსახურებს ამას რა იმიტომ რომ იმან პირველად დაიწყო ხო და მაგრამ ნუ ეს მაგის დევნა სულ და მაგაში ასე რომ მინუსი არ დარჩენია და გაგაგიჟებს ეგ მინუ არის ეხლა ხო და მე მაგაში იყვნენ მინუსი იყვნენ ეგრე იგზნეს თავი და ესო აი დეპარტამენტ შეგიქმნით ეხლა და ესა და ეხლა საშუალოდ ჩვენ მეტი გვაქვს ნაგინები ნეტა იმას თუ ქვითავენ თვითონ აქეთ ნაგინები და ითვლია რომ აბა ეხლა დღეს პლუსში გავედი თუ რა გოლები აქვს საერთოდ რა უმუღამი აქვს მაგრამ ეგ ამბავი არის ნამდვილად ეგ დაკვირვება ეგ არის რომ ადამიანი ვისაც რა ვიცი ცუდად შეუგინია და მე ამაზე პასუხი გაუწია უგია ნებისმიერი ფორმით ნუ ცოტა ურთხილდა მithwen საჯარო სივრცეში ურთხილდა და სულ მიკვირს თქო იმას ვამბობდი რომ ვიღაცა რომ შემოდის და მაგინებს ეგრევე ვიღაცა მე რა ვერ შეგაგინებ რატო მაგინებ ჩემი კაცი დედა არ გიყვარს ხო რატო გონია რომ შეგაგინებ მეც და ეგ რანაირი სიყვარულია ერთნაბის იქით თუ ვერ ზომავ ხო რა ხო იცი რომ არის რაღაცა მოქმედება რომელსაც მოყვება ეს არის ნუ კარგი 100% მაღალი ალბათობით დავარქოთ რატო ხო გიყვარს რატო არ იქცევიან ადამიანები ვისაც თავის დედა უყვარს ეგრე არ აგინებს ხვის დედას რა ეგრეა და რაღაცა საკმაოდ იცი როგორი რამეა
იყო ხოლმე ეხლა გეტყვი შუალედური გინები, აი ეს ეხლა ხო ეგ გინებები არის პირდაპირ მართული, არააუთენტური კოორდინებული ქმედებებია და პირდაპირ თავრობის სტრატკომებიდან იმართება, რომ აბა ეხლა ჩარდები და სულ ისენი რა ქვია იმის, რა ქვია, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და ვიცემერები არიან ისინი, ვინც გაგინებენ. კი, რა, საგარეჯო, ეს აი მოყვება რომ და ადიგე მუნიციპალ უწერიათ ყველასთან სამსახურებში ეგრევე სტატისტიკა შეგიძლია აწარმო, რომელი რეგიონი და რომელი რეგიონი ზარმაცობს. არსებულ რეგიონებში კარგად გამოსვი. ხო და მანამდე იყო ამის წინაპარი ინტერნეტში გინებების, აი ეხა პირველ მართლა იყო შუალედური. My Video G-ზე. My Video G-ზე აი რაც არ უნდა გექნა ქვევით. ხო, ვიდეოს ქვევით. ხო, იმიტომ რომ იცი როგორ იყო ერთი და იგივე კლიპს რომ დადებდი ხოლმე YouTube-ზე და My Video-ზე. აი ჩვეულებრივად და აქ პონტი არ იყო რომ რაღაცა გინებები არ მოყოლოდა რა და მე მაშინ ეს ვიცოდით ეს რა იყო. ესენი იყვნენ არასრულწლოვანი პატარა ბავშვები, რომლებსაც ხო მიხდი გინება თვითდამკვიდრების აი დიდი ბიჭი ვარ, მაგის ეს ქონდა და მთელი ეგ გენერაცია, რომლებსაც ის ქონდათ, რა ქვია, მასობრივად ხელმისაწვდომობა კომპიუტერის სახში კომპიუტერი გაუშვათ. ხო, ამათ და მათი წილი სიტყვების ჩანდა დიდად რა საზოგადოება, იმიტომ რომ მაშინ ინტერნეტ საზოგადოება ვიყავით ბავშვები და დაახლოებით მაგდენივე დიდები და ესე რეალური საზოგადოებრივი ქსოვილი სხვანაირია და სხვაობშესვანაირია. ამიტომ იქ მაგრა ჩანდა. ოღონდ იქ მართლა ბავშვები იყვნენ. და ესენი ბიჭო ბავშვები არ არიან, მართლა ესენი არიან გამგეობის ის დეპუტატები ეს ერთი სამი ბავშვი თვითონ მოსავლელი მაგ ხელოვნებაში მრავალშვილიანი მშობლები არიან რა ბავშვები ჩემი. ხო და ესე როგორ აი ეგ კლასი ძალიან დააგდო ბიძინამ, იმიტომ რომ როგორ ჩანს, რავი, არ ვიცი ეხა იქ რა როგორ ჩანს გინებას დაჩეული ყავს იქ ვიღაცები რა რომ დაიტანო. ხო, აი ეგ ძალსახა შეუძლებელია რომ ეგ სისტემას სხვა ადამიანი ეგრევე ადამიანი რომელიც პირადად თავის სოციალურ სტატუსს და თავის გარშემო სოციალური სტატუსების განსაზღვრა კონსტრუქციებისას არ იყენებს გინებას ეგეთ ინსტრუმენტად გინებას მე აღარ იყენებს რა გამორიცხული ხო გამორიცხული არ არსებობს ანუ როგორ ჩანს რაღაცა ის არის და შესაძლოა ეგ ცოტა ის არის რა მე მგონი პირველ რიგში თვითონ ცოტა რუსული ამბავიც არის შეურაცხყოფის ფასი ისმის კულტურის ნაწილია ეგა შეურაცხყოფის ფასი ისმის იმიტომ ქართველია ხო ზედავშინაა რა რაღაცა გავრცელებული მთელ ცხოვრებაზე მაგრამ მართლა სისტემურად ეხლა გახსოვს ძველი ჩანაწერებიც რო გავრცელდა მე შემეშინდა ის რომ ეს ხალხი მართლა ნევროტულ დონეზე აკონტროლებენ იმას რომ ვინმეს გინება არ შეეწეროთ ალბათ ამ ზმნას ისინი ხო რა ხო და ეს ზმნა მართლა მოქმედებაში შეეწეროს აი არასოდეს წარმომედგინა თუ ხუმრობის გარდა რამე ფორმატში ამ თემაზე ვინმე შეიძლება სერიოზულად განიცდიდეს რომ არ შეეწეროს. თან ცოტა საჯარო ცხოვრებისთვის მომზადებლობაც ხო არის, საჯარო ცხოვრებაში გიხარ, რავი, იმდროიდან როცა მაი ვიდეოს ქვეშ რაღაცები და იცოდე რომ რავი. იცოდე რომ სხვა პონტი არ არსებობს, მართლა ეხლა ის არის რა ქრისტეს გზა რო გაიარო ვიღაცა შეგაგინებს. არ არსებობს სხვანაირად, იმიტომ რომ ეგეთი სამყაროა და ქრისტესაც ვიღაცები მისდევდნენ და აგინებდნენ კაცო იმოლთას გზაზე ის ბრბოში ხალხი ერთადერთი მისი სალანძღავად იყვნენ ხო და ეგ ინსტინქტი რა რომ ხალხმა ილანძღოს ავი მე არ მჯერა რომ მისი მართვა შესაძლებელია იმით რა ქვია თან ამ პარლამენტით რომელშიც ჯერ ისედაც რანაირი პარლამენტია საკმაოდ გეთაყვათ ვერ ვილაპარაკებს არ იცის რას ნიშნავს ვერ გეთაყვა გეთაყვას ვერ არ იცის პროცედურა ხო მაგრამ აი ისე იგინებიან ზოგი რომ ეტყობათ რომ თავის დროზე არ გაუხარჯავთ ეს სიტყვები რა არ უგინიათ ბევრი რა და ეხლა აი ერთი კაცი იყო ძალიან მიუწყებას რომ მიეცა ეხლა ანდრე ოხანაშვილი რომელზეც ხშირად ხუმრობდი Facebook-ზე რაღაც სერიად აი ჯერის პერიოდია Facebook-ზე რაღაცას რომ დათაგავ და დაცინებ რომ ჯერ კიდე მოსული ამბავ და საპარლამენტო დარბაზში აი როგორ ახალი 20-21-ია ახალი შესულე შარლ მიშელმა ჩამოიარა რაღაცები ხელი ჩამოგვართმევინა და
პავლეს დარბაზში ატყდა აი რაღაც ალუ და ღუდუშაური და ვიღაცა ეგეთი ტიპები, აი როგორი ლანძღებიან, იცით და მართლა სად გაიზარდეთ ბიჭო თქვენ გიჟებ ხوار ხართ რა პირველი რესპუბლიკის დარბაზი ქვია. უცებ მიბრუნებს სიტყვას ეს დგას წარმოგიდგენთ რა დეპუტატია დგას ტრიბუნასთან და იქიდან მეუბნა შენო Facebook-ზე ჩემზე რეებიც გაწერილი. ეხლა როგორ მეუბნები კიდევ ბიჭო განსხვავებას ვერ ხედავ ამ ხელა კაცი მეთქის დასრული Facebook შორის და იქ დაცინვას და რავი რაღაც კომიტეტის ხდომაზე რო ზიხარ და რავი საშინელებები არ უნდა იძახო. ვერ მიხვდა. ხო. ნუ საწყალი ეხა იქ არის სადაც არის ღმერთმა უწყის სად არის, მაგრამ არის. მომავალს სათხედავ ამ ყველაფრის დეგრადაციის. სად შეიძლება მივიდეს? ანუ დღეს რო გეუბნება რომ გაჯარიმებ ამის გამო. შეიძლება იგივე პატერნს რო გავყვეთ. ქუჩის გადაკეთვაზე დაგიჭერ. მე ტროტუარზე მაინც დგეხარ, დაგიჭერ. მაგის მერე კიდევ რაღაცას აღარ იზამ. ეხა გეუბნება რომ Facebook-ზე ვინმე შეაგინებ, დაგაჯარიმებ. ეს ხოლმე გამკაცდეს, სადღაც ხო რაღაცა კატეგორიის მოხდება და მაინც დარჩება ბევრი ხალხი, ვისაც მაგა სერიოზულად მაგას არ მიიღებს. რავი, ეხა წავალ ემიგრაციაში და იქიდან დავიწყებ დინებას ბოლო-ბოლო რა ხაბარა. აფერაძემ ბოლოს არაჩვეულებრივი მაგალითია. მაგის ძირო რავი, აი და მაინც დაიჭაგრებით. ხო რა, ეხა აბა ეგრე როგორ თქვა. ხო არის ღუდები, მაგის თქმა უნდა, შენი აზრით ხო შეუძლებელია ეგ. აი არ მჯერა რომ შეეძლებელი იყოს რა, იმიტომ რომ რავი ეხა სადა რუსეთში შეზღუდულია აღარ აგინებენ? არა მგონია რა, იმიტომ VPN-ით შედიან და მაინც აგინებენ რა, ეხა პონტი არ არის ეგ ეხა. რუსეთში სხვა შორის ეგ ამბავი ძალიან საინტერესო არის. თუმცა რუსეთში აბსოლუტურად ჩამდგარი ის არის რა, დიქტატურა, იქ ეხლა თლადმანდაც ვერ ვართ ჩვენ. შენი კოლეგები, რომლებიც არ იყვნენ ცუდები თავის საქმეში, პირდაპირ თქვა რა რუსები თუნდაც აი კავენიდან მოყოლებული და მე აი ის ხალხი ვინც კომედი კლუბი გააკეთა. არ იყვნენ ცუდები ამ საქმეში რა, რავი, ჩემთვის ისიც ხო რა, ძალიან კაი იუმორი იყო. მარა ხო. აი მაგ ხალხის ბედი ხო, ძალიან ცუდად დამთავრდა სინამდვილეში. ჩადგნენ რაღაცა პროპაგანდისტული ჩარჩოების მასში და რაღაც სკეჩებს აკეთებენ ახლა იქ რა მაგარია პუტინი და იქ დანარჩენი ყველა ლიდერი როგორ ეთაყვანებიან და ეშინიათ ხო და აი არაფერი რამდენი ხანი ახლა უცებ ვიხსენებ რამდენი ხანი არც მინახავს არც ერთი არა და იმ დროშიც ჩემთვის რუსები მთელი რავი რაც ვახსენებ იმის მერე მეზიზღება როგორც სახელმწიფო იმიტომ რომ რავი მტერია რა მაგრამ ეგ ხო ჩვენ ხო არა ვართ ესეთი რაღაც იმ ხო უნდა გაიაზრო რა ვიცი იმ კულტურასთან საკმაოდ ახლოს ვიყავით იცი რა ენა გვესმის რა ხო ენა გვესმის და მაგენაზე შექმნილი ემოციები შესაბამისად გვეხება ეგ არის გვინდა არ გვინდა რა და ამიტომ ხო აგას აქ მაგრამ ეგ ბედი ელის იქ ხო ლოგიკურად მად მივიდა ყველა ვარიანტში რა ნუ ისი რა მაგნაწილში სადღაც მანდაც ვართ იდეაში უბრალოდ იქ იმათ არჩევანიც არ აქვს რაღაც აქ ჩვენთან კიდე რაღაცა სხვა მედიაც არსებობს გარდა პროპაგანდისტულისა რა ხო და იქ ეგრე აღარ არის რა და უფრო უკან არიან თუმცა გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს იქ მიუხედავად ამ ყველაფრისა რომ რაღაცნაირად მაგრამ იცი რა მედიის გარეშე მე ამ პოპულარობას სწრაფად კარგავენ უჭირთ რაღაცა იმის შექმნა თავისი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურის აწყობა მე მაგასაც როგორ არის იცი რომ ვინმე თუ რამეს აწყობს ეგრევე ვიღაცა მივადა ეთქვის რომ მე ეს თქვენგან გადმოვიბარე დამთავრდა ახლა დირექტორი იქნება ვისაც ვიტყვი მე და მორჩება თემა და გვაქვს მე მგონი ეგ მაგრამ იქ რამდენიმე არიან იცი იქაც აღმოჩნდა რა ვიღაცები ხა ჩამოვთვალოთ შემიძლია ერთი სიმეონ სლიპაკოვი ძალიან კაია დაჟდა გიტარა კამერა და всё აგზავნა რამდენიმე ადამიანი მაგრამ რუსეთში მეგენი გამოსულები არიან რა იქ ვერ გაჩერდება ეგეთი ადამიანი კიდევ არის რამდენიმე სტენდაპერი და ვისაც ხო რაღაცას ცდილობენ თუმცა აი ეს დიდი სტარები ვინც იყვნენ, ვისაც ჩვენ გულისხმობთ ეს კავენიდან მოსული ხალხი, ისინი სამწუხაროდ რეჟიმის სამსახურში არიან რა. ვატნიკებად გაფრთხილდა. კი. იცი რაში ვატყობ? შეიძლება უცდები და მე მითხარი.
სადღაც გაიყინა ჩვენთან ეს ამბავი რომ რავი ახლა უნდა გამოჩნდნენ ახალი აი ეს ბიჭები ახლა ვისაც თავს დაესხენ ეგენი არიან რომელიც მე ძალიან მომწონს მიყურებია YouTube-ზე ბევრი მათი შოუ მაგრამ მგონია რომ ბევრი აღარ ბედავს მაგას ან თქვენ ახლა შენ ხო რა გაგაჩერებს ხო თენძოლ ცანამ ეს ტელევიზია ხო ეს სანამ აკეთებ გამი საშუალება იქნება გააკეთებ ამას აღარ ხო ბოდიში რუსული ჟარგონში ზადნი აღარა გაკამამბავში ამ ბიჭებს ახლა ხო ჩემთვის სიმპტომატურია რასაც უკეთებენ რომ ხო ეგ არის რა სინამდვილეში რომ აღარ გაშალოს მე აღარ გაშალო ძმაო გაეშვი ამას ცოტა ეს შეტევას თან მარტო ამაცე არ არის რა შეტევა არის მათ სპონსორებზე მათ პარტნიორებზე ყველაფერზე რომ ამათ მოუგუდონ ყველა შესაძლებლობა არსებობის ხო მაგეთ არის რა თქმა უნდა ეს მიმართული და ზოგადად სხვა შორის ბოლო წლებში შეიმჩნევა ეს ტენდენცია რომ მისაღებ გამოცდებზეც კი ჟურნალისტიკა ფაკულტეტი ისეთი მოთხოვნადი აღარ არის რა იმიტომ რომ ეხა ხო რა უყურებ რა აღარ მინდა რა გინდა რა ან უნდა იჩაგრებოდე უხელფასოდ იტანჯებოდე ან უნდა გაყიდო სული და ან უნდა გაყიდო სინდისი ხო და ეხა ნუ რა ვიცი აღარ უნდა ეგეთი პროფესია არავის და ესენს გონია რომ ხო აღარ არის ბევრი რაღაცა ხო ბევრი არ ცდილობს როგორ ჩანს რომ იქ რაღაცა ის იყოს იმიტომ რომ მაგრამ შეიძლება ჩვენ სრულად პროცესსაც ვერ ხედავთ რა იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია TikTok-ის სიღრმეებში რა ხდება და ვინ რას აკეთებს და ვის რამდენი რომელიც საკმაოდ ის არის რა ეს ალგორითმი შეიძლება არ შეგვხდეს არასოდეს რა ჩვენ არ შეგვხდეს მაგრამ ისე იყოს მაგრამ ისე იყოს სადღაც ვიღაცა თინეიჯერებში რაღაცა ახალი ტრენდი რომ ესე ხუმრობენ და მათ შორის რაღაცა პოლიტიკური წელი რომ იმაში ოღონდ რაღაცა სხვა ფორმა ექნება რა ეს ჩვენი კლასიკური ლიტერატურული ფორმები ამ შესაძლებლობებმა სხვაგან წაიღო რა ვიდეო, აუდიო, ვიზუალი და ამან ერთად უნდა შექმნას რაღაც ემოცია, სულ რაღაც სამ წამში თუ რაღაც რა დროც გაკ. ხო, შენ აღარ გეხება, მაგრამ აი ეგ არის რა, რომ ამ რომელიც სინამდვილეში პოლიტიკური ნაწილი მათი ჰუმორში ძალიან ცოტა არის ამ ჩიმში და იმ სტენდაპ შოუში. იცი რა, ხო, ისედაც არ არის ბევრი, მაგრამ აი ეხლა დარტყმის ქვეშ არის. იმიტომ კი არა რაღაცა, იმიტომ რომ შენ პოლიტიკური პოზიცია გამოაჩინე, თან кайხნის წინ. кайხნის, ანუ ეს რაღაცა რევანშის ინსტრუმენტად გამოყენება აი ამ მედია თავდასხმის. ეგ ძალიან საშიში მოვლენა არის ჩემი აზრით. ეგ ყველაზე ცუდი რამეა, იმიტომ რომ იცი როგორი რამეა, ადამიანს არ გაქვს უნარი, რომ ყოველთვის ფილტრო შენი ნალაპარაკები ისე რომ ეს მე მოჭრილი კონტესტო შეიძლება მართლა იხუმრო ხანდახან ისე რა ზღვარზე რომ იგესმოდეს რომ აქ ახლა ცოტა პროვოკაციულად მაგრამ ხუმრობ რა და ხო იცი რომ ხუმრობ რა და ამიტომ ოკეი რა და მთელი კონტექსტი არის იმაზე რომ ხუმრობ ხო რა კონტექსტი არის ხუმრობ რა ბოროტებას კი არ ვაკეთებ ხუმრობ შევიკრიბეთ რომ ვიხუმროთ საერთოდ სახუმარო გადაცემა გვაქვს და რაღაცა კითხვაზე აი ეგეთი ისა რომ რაღაცა მომაფიქრდა რომ რაც შეიძლება პარადოქსი არის იუმორის კორ რა არის რომ პარადოქსი თუ არ დაიჭირე და ეხა პარადოქსი მან დიჭირება რა რომ რა ვიცი შეიძლება ადამიანი რომელსაც ისე დაავადება აქვს რომ არ ეხუმრება ხუმრობდეს ხო რავი ეგარი პარადოქსი და ხუმრობა მდგომარეობდეს ზუსტად მაგაში რომ ამაზეა ეს ამბავი და ეხლა რავი ამის ახსნა არ ამგონია რომ საჭირო იყოს ვინმესთვის ეს ხალხის კიდე ვინც ბრაზდებიან და აი ცოტა მგონია რომ როგორ თქვა თავსი გიჟიანებენ თუ იხოდა რა აბარაშობიან ეგ ხო შეუძლებელია რომ აი ეხა ცოტა სერიოზულად მართლა რომ შეხედა მაგას როგორ შეიძლება რა თქვი სიმონ იმაზე ერეკლე მეფეზე აი როგორ გავაკეთო არ მჯერა რა არა არც უნდა დაიჯერო აი პარადოქსი თქვი და რა ვიცი ყველაზე ძველი ფორმები შუა საუკუნეების იუმორისაც მოტანილია ხო მოსულია ჩვენამდე ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმა ბერძნული იმის გარდა რა ქვია კომედიის გარდა იყო რომ რა ვიცი როგორ თქვა არ ვიცი ისე რომ ვიღაცა მე არ იცნობს პატარა ზომის ადამიანები ხუმრობდნენ საკუთარ თავზე ხო რაღაცა ის რა ქვია პირველი ამბები ეგ იყო იცი როგორ არის გიორგი ჭყონდიდელზე არის ჩანაწერი ეგეთი კაცი სრულად შემკული სრული რაღაცით და მოკლედ ისეთი სიტყვები წერია რომ სრულად შემკული გონებით და ხორცით თუ რაღაცა ცოტა გაავს რომ ხუმრობა არის იმაზე რომ ეს იყო მსუქანი ხო და ჭყონდიდელზე ეგეთი ხუმრობის უფლებას თავს იმ პერიოდში ჩემი აზრით ერთი კაცი მიცემდა რომლის ნებართვითაც ეს მე ჩაიწერებოდა მე მაგ ჩანაწეს ესე ვკითხულობ როგორც ხუმრობას რა და შესაძლოა არის კიდეს იმიტომ რომ აბა სხვანაირად როგორ
თელი მუღამი ეგ არის რა. ხო და თან გვაქვს რა რაღაცა ეს იუმორი გვაქვს. ვერ იტყვი ქართულ ხალხზე რა რაღაცა ესეთი. ხო, არა, სულ გრემი ხალხია რა. არა, ხუმრობა გვიყვარს, რავი მე ხა ის არის რა, მიწიზურა რომ მოხდა. ყველაფერს ვალაი. ბავშვობაში სოფელში ჩავედი, მიწიზურა რომ მოხდა, მე სახში ვერავინ ვერ შეჭ, თელი სოფელი ღამე გავათრევდი, რაღაც ხუმრობდით ანეკდოტებს ხო. ეგრე გავატარეთ, გადავიტანეთ ის ღამე ყველაზე სტრესული რა, სახლები რო დაანგრია იქ გარშემო. იუმორი როგორც კაცობრიობას ქართველებს განსაკუთრებით და ქართველებს რა გვიყვარს, იცი? კომუნიკაცია გვიყვარს რა და შესაბამისად ჩვენი ენა განვითარებულია, ჩვენი სალაპარაკო სკილები არის განვითარებული და აი ამ შესაძლებლობაში თან ჩვენი არტისტიზმი, იმიტომ რომ ჩვენი ენა ეგეთია რა, როგორ თქვა, ინტონაციებით გამოვხატავთ ბევრ რამეს, კითხვა არის ესა თუ ხო, ჟღერადი ენა არის, ხო, მუსიკალური ენა რა, რაღაც ამ იმაში ემოციას ვდებ და შესაბამისად სახუმაროც კარგი ინსტრუმენტია რა, ქართული ხუმრობ. მოყვება ეს ინსტრუმენტი გაღადავებს ამ ენაზე რა და ბუნებრივია ახლა ჩვენ რაღაცა ხუმრობით უმკლავდები სტრესებს, იმიტომ რომ ახლა აბა რა გავაკეთოთ, ადამიანები ვართ რა. თან იმ სტრესში რომელშიც ყოველდღიურად ეხავართ, ხო მაგის გარშე ჩემი აზრით შეუძლებელია. ვინ არის შენ აზრით ქოცი ვისაც კაი იუმორი აქვს, არის ეგეთი? კი. ბიძინას გარდა, ბიძინას არ ითვლება. როგორ არა არიან. იქა ესენი ვინ ხუმრობს ალბათ კარგად. აუ არ ვიცი, ვოლსკი მაინტერესებს როგორ ხუმრობს. გონია რომ ისე ცინიკურად გამოიყურება. კი. მე შეიძლება თუნდა იყოს. შესაძლოა რა, ესენი აქეთ ახალგაზრდები არა, მან პრობლემა. არა, პრემიერ-მინისტრი კობახიძე შემიგონია რომ. არა, გონია რომ ძალიან ცუდად ყვება ანეკდოტებს, აი ეგ ტიპია. კი. იმაზე ცუდად. ხო, შესაძლოა. ეგეთი ტიპი. და მაღალი ალბათობით უარეს ანეკდოტებს ყვება. ხო, ის რაღაც ფილოსოფიური ანეკდოტებს ყვება. ხო, ვოლსკი ეგეთი ტიპაჟია. ვოლსკიზე მაგზე ეჭვს იმართლე გითხრა, სხვებზე არ ვიცი ხა ესე. ბოლო ამბავი იყო, არ ვიცი, ნახეთ თუ არა ეგ ვიდეო, იმაზე რომ ჩაილაპარაკა. კი. ლადო კახაძეზე რომ რაღაცა ჩაილაპარაკა, მან მივხვდი რომ ხო რა. ეგ უნარი აქ მაგას. ხო, იმიტომ რომ მაგის ძველ სამსახურებშიც ალბათ ეგ უნარი დაფასებული იყო. თქმა უნდა, სუქში ეგ უნარი დაფასებული. აი ხალხო, ხო ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია თქვენზე როგორც ადამიანებზე ლაპარაკი. აიღეთ მაგალითი ჩვენგან ანდახალაიც. ხო, ადამიანები ახლა როგორ არ არიან? ადამიანები რო არიან, ხო ფაქტია. ფაქტია რა. არა, ჩვენზე ხო მაგას აკეთებენ, რომ ყოველ შენ მე წარმოჩენ რომ არა ვართ ადამიანები. რანაირად ჩემი კაი. აი, რავი, ეგ მაგას შვებია, ფაქტია. არა, ნუ ეგ არ გამოვა ეგრე. მაგაში ვერავის ვერ დაარწმუნებენ, რომ ადამიანები არა ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ რა და ცოტა დაფიქრდნენ ჩემი კაი. წეულაზე დააჯარიმეს კიდე ეგ პრეცედენტი. წეულა სხვა შორის ის არის, ეგრე ამბობენ, რომ იუმორის ის არის წინაპარი არის წეულა. მაგით დაიწყო რა გადაობა, რომ ვიღაცამ რო ჩახსხო დიდმა კაცმა პატარა სამარო ვერაფერი ვერ უთხრა რომ აი შენ ეხლა მე რო იცი რას გიზამდიო და მე მოუყვარასაც უზავდა და იმას შეეშინდა. ეგ წეულა. და აი მანდ გაჩნდა ლიტერატურას და იუმორის და ყველაფერი რა, როცა ეგ მოხდა ეგ ამბავი. ეხლა წეულასაც თუ ერთი გენიალური ქართული ანეკდოტია კიდე ცოტა უხავსი არ მოვყვები. გინება რო აკრძალულია და წეულა არა. ხო და რავი რა, დამეტანი მოსდით რა. ხო. არ შეიძლება ესე, აი როგორ თქვა ეხლა რავი, აი ენგურს ეხლა ჩვენ ჭკუაზე ვაბზრიალებთ იქა და ესე ვიზავთ რომ როცა გვინდა შევუშვებთ, როცა გვინდა ეგ გადმოვაქცევთ, არ არის ეგრე რა. ბუნებას ვერ დაიმორჩილებ ხო, ვერ დაიმორჩილებ. კი შეიძლება რომ რაღაცა ერთგანის ააშენო და ის რაღაცა, იქ სულ ეგრე არ არის რა. ის რომ ბოინდომი ბელამორ კანალის გაჭრა რომ ვერ ქენს არ გამოვიდა. ხო რა, ეხლა ნუ რავი, ეხლა კიდე შეიძლება დინარე არასწორი მაგალითია რა იქ. ნუ კალაპოტებს უცვლიდა. რაღაცებს უცვლიდა. მაგრამ მაინც უბედურებით თავდებოდა. ხო რა, ერთი რომ სახიფათო საქმიანობა, მეორე რომ რაღაც ნათელი ის უნდა ჩამდეს რა. ისა რა ქვია, კეთილი მიზანი საბოლოოდ რა, ეხლა თუ ენგურის შენების და ამის კალაპოტში ნათელი მიზანი იყო, ქვეყანა უნდა გაგვენათებინა სახლებში, სიბნელე დაგვემარცხებინა, ეხლა ამის ის რა არის, რომ ისა რა ქვია,
ვიღაცას არ შეეწეროს მაგაში იხურდავდება ეგ მართლა ამაზე რომ ვიღაც დეპუტატებს არ შეეწეროთ ჯერ ვაფშე ამ ზმნის დედავატირე მე და მე მიშინარზე სერიოზულად აღქმის და მე ამაზე კანონები და იმიტომ სხვა რა არის ახლა მართლა აბარა რომ თან ანუ ეს ხო ის საზოგადოება რაღაც სხვადასხვა ხო არა ეს არის საზოგადოება ბრითის დავიწყეთ რომელაც რავი უშუქობა სიცივე ქუჩაში რავი სროლა ჩვეულებრივი ბავშვებს ფანჯრებთან დიდი ხანი არ გვაკარებდნენ აი ეს ყველაფერი გადაიტანა ეხლა ვინმე მეტყვის რომ ეს ისე გადაიტანა აი გამწარებულები იჯდა მთელი საქართველოს გამწარებული და არა გადაიტანა იუმორით გადაიტანა იმით რომ ამ საზოგადოებას ჭირდებოდა მაგალითად 105-ის რაღაცა მანამდე სხვა რაღაცეები და რავი ამით ცხოვრობდა და რავი ეს რაღაცა ყოველდღიური იუმორი ჩვეულებრივი გინდა გურული იყოს გინდა კახური და ნებისმიერი და ეხლა უცებ ეს ყველაფერი დახურდავდა იმაში 35 წლის თავზე ამ ყველაფრის და მანამდე საბჭოთა კავშირი რეპრესიები და უბედურება გამოიარა და რაღაცა თამაზ წივწილაძე და ვიღაც ეგეთი ტიპები იყვნენ ხო რაღაცა გამორჩეულები მაგრამ იუმორი ქონდა და ეხლა ხურდავდება შეწერაში აი ეს მე მგონი არ გამოვა არა იცი რატო რავი ახლა რო გამოვიდეს სად მიდიხარ? უარესია, ცუდია, რატო უნდა არ უნდა გამოვიდეს რა, იგი რატო უნდა გამოვიდეს. და მე მგონი მართლა არ გამოვა, იმიტომ რომ რავი ახლა რანაირად კი იყო საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ მაშინ აბსოლუტურად კონტროლირებადი იყო ყველა არხი, რაღაცა საჯარო, ყველა საჯარო ადგილი, მაგრამ იმ საბჭოთა კავშირსაც კი რავი, მაგალითად დინამო სტადიონზე ჯუნგლების იმას ვერ აკონტროლებდე რა, ეს ამ კამერების მიღმა იყო და კი, იმიტომ ჩემი პირველი ეგ იყო დინამო სტადიონზე, ეს რო დავინახე, ეგეთი რამე საბჭოთა კავშირი მე იმბავ არ მქონდა ნანახი. ესეთი შეიძლება ხდებოდეს აქ ჩემ გარშემო. ნუ იქ რაც ხდებოდა სტადიონზე რა, რაღაცა ტელევიზორში უცხოელი გულშემატკივარი როგორიც ყავდა ნანახი. ისეთი იყო რა, უკრავდნენ, ღეროდნენ, კეიფობდნენ, დროს ატარებდნენ, სკანდირებდნენ. სასწაულებს კანდიდატები ხო რაღაცები და თან ნუ პოლიტიკურიც შეყავდათ რა მთელი ამბავი ეგ იყო იქ მოიხსენიებდნენ ხოლმე პოლიტბიუროს ანუ იმ საბჭოთა კავშირშიც მე სადღაც ეგეთში ჟონავდა რა ну იქაც მივხვდნენ რომ მაგის გარეშე შეუძლებელია ხო ნუ რაღაცა უნდა გაუტოვო სადაც გამო რავი ახლა იქ სადღაც ის ულაშებიანი კაცი ამაზე ვერ ერთობოდა და მძიმე იყო და ნუ მე მივხვდნენ რომ შეუძლებელია თან ნუ ახლა საბჭოთა კავშირი მართლა 70 წლიანი გადამყარებული ჩაბეტონებული დიქტატურა იყო და ჩვენ გვახსოვს ახლა ბოლო ნაწილი რა მისი ხო უკვე როცა სრულად კონტროლის ქვეშ არის აღებული ყველაფერი რა და პირიქით რა 20 წეპელები და რაღაცა შერბილებებს იწყებენ თორე აი პირველი პერიოდი არის სრული თავისუფლება ილფი და პეტროვი იყვნენ საბჭოთა მწერლები ილფი და პეტროვი არ იყვნენ ისა რა ქვია დემოკრატები და იყვნენ იდეინი ბოდიში ამ ტერმინს ისეთი იდეური ბოლშევიკები იყვნენ და სასწაული დიაპაზონი ჰქონდათ ხო ნუ კომუნიზმი მაშინ სანამ ამ ყველაფერს ესე დაასრულებდნენ როგორც მე ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში იმ მომენტისთვის ძალიან პოპულარული იდეოლოგია იყო საბჭოთა კავშირის ეს ექსპერიმენტი ძალიან თანამედროვე ძალიან პოპულარული რავი დღეს ეგეთი რა არის რომ მე მგონი არც არაფერი რა რადიკალური ამავდროულად და რაღაც პოპულარი არ არის დღეს არც წვანე მოძრაობა ეგეთი პოპულარული როგორც მაშინ ის იყო იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა რა ის მოქონდა რა საბჭოთა კავშირის რომ უფასო ჯანდაცვა უფასო განათლება ყველა ლეველზე ყველა ადამიანისთვის გარანტირებული რაღაცა სამსახური დასაქმება და ის და პრივილეგირებული კლასების აი ხაზგასმით ისა რა დეპრივილეგიზაცია მათ შორის რატო არ უნდა სასულიერო პირების და იმის რა ქვია და მათ შორის ბიზნეს წრეების მთელი ძველი წყობის რითაც იმართება მათ შორის ფეოდალური კი არა და გვარონული კლანების და დინასტიური აი ყველა მთელი ამ ყველაფრის წარმოიდგინე ხა იმ სამყაროში როცა რაღაცა დენი მოვიდა და რაღაცა ახალი ხდება და ეს ძალიან პოპულარული იყო რა და იმიტომაც იყო მე რავი თითქმის მთელი ევროპის პარლამენტში კომუნისტური პარტიები იგებდნენ ერთმანეთს მიყოლებით მაგის მერეც საბჭოთა ეპოქისთვის საბჭოთა საქართველოს აი ბოლო პერიოდზე ისევ მივიდეთ ხო რაღაცები თუნდაც რუსული კინო აიღე ან ქართულიც რავი იუმორით სავსეა ყველაზე კაი ქართული ფილმები გვახსენდება უმრავლესობა კი არის მონანიება რაღაცა მაგრამ უმრავლესობა ცინიკური იუმორისტული ესეთი ფილმებია ხო კი
იცი როგორ არის გამოფენა სამწუხაროდ ქართული კინოების შეფასებაში ქართველები ვართ სუბიექტურები. ჩვენ ვერ ვიქნებით ობიექტურები. მაგრამ რუსული თქვი რა, აიღე იმის გარაჟი და რუსული მაჩოს კი იყო რაღაცეები, თუმცა როგორ იყო, იცი, იმდენად ცოტა იყო ეგ და იმდენად დიდი მოთხოვნა ყოველ საღამოს მინდოდა კინოს ყურება რა. და არ იყო მაგდენი კინო საბჭოთა კავშირში რომ ყოველ საღამოს კინო გვეყურებინა. ამიტომ რაღაცა ახალს თუ ნახავდით ხო დიდი მოვლენა იყო რა, მთელი ქვეყანთან უყურებდით ტელევიზორში და რაღაცა ამბავი იყო რა და ამიტომ ჩვენ ეს კინოები როგორ თქვა, ჩვენი ქართული კინო ზეპირად ვიცი და ძალიან გვიყვარს რა, ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ იმდენი არ გვაქვს, რამდენიც გვინდა რომ გასართობი ისეთი ხო რა, ცოტა იყო დეფიციტია და იცი ზეპირად. ეს ის იყო რა და ამიტომ ის არის, თუმცა, ნუ ცხადია რომ რაღაცა იმას გადიოდა რა, მათ შორის იუმორზე, ლიტერატურაზე და იმაზე, როგორ თქვა, რაღაც ეტაპებს გადიოდა შემოწმებების და შესაბამისად ფორმას იღებდა და მთელი ამბავი საბჭოთა კავშირში მოკლედ ეგ რაღაცა. ანუ ტოტალიტარულ სისტემაშიც მაგის ბირთვული ბომბი მოიპარეს და დააკოპირეს რა ტიპებმა და წარმოიდგინე ახლა კინოების ბევრი აქვს მოპარულ დაკოპირებული და ძალიან ბევრი. ის რომ კინოს კეთების პროცედურის მოპარვა დაკოპირება ხა სადაც ატომური ბომბი შეძლეს ეგეც ისწავლეს რა და როგორ და ეხა ნუ ამხელა იმაში რა ქვია ნიჭიერი ხალხი 200 მილიონიან ქვეყანაში ყოველთვის დაიბადება რა. ბოლოსკენ იმასაც ვიტყოდი რომ შენი პროფესიის ხალხს და იმ ხალხს განსაკუთრებით იმათ ვინც late show-ებს აკეთებენ იმას რასაც შენ აკეთებ საქართველოში დღეს მაგალითად სხვა უიმერო ხალხიც ერჩის ხო იგივე ამერიკის მაგალითი ავიღოთ ბევრი მცდელობა აქვს პირდაპირ ძალიან ღია რომ რავი ეს გააგდეთ სამსახურიდან ეს დახურეთ ეს ის მაგრამ ხო თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზომია რამდენად აძლევ უფლებას და არსებობს უფლება რომ შენ დასცინო იხუმრო შენ ხელისუფალზე ეგ ერთ-ერთი საინტერესო საზომი იქნება შეიძლება ვიღაცას ქუჩაში დგომის გამოციხეში სვავდნენ Facebook-ზე გინებისთვის მაგრამ როცა შენ აკრძალავ საკუთარ თავზე ხუმრობას მან ძალიან დიდ განაცხადს აკეთებ ამიტომ ხო იმედია რომ აქამდე ვერ მივა შეეცდება, მაგრამ ვერ მივა, იმიტომ რომ ეს ხალხი მაინც ლაღი ხალხი. საბოლოო ჯამში ხო იმედი ვიქონეთ რომ ეგრე იქნება, თუმცა ცდილობები ამის აშკარად შეინიშნება და თან შეინიშნება ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც. ყველაზე მოულოდნელ, ყველაზე ცუდი ფორმით. არ შევიწებ ძმაო. მაგამდე დავიდა. ხო და რავი ნახოთ რა საბოლოო ჯამში რა გამოვა. გამოწვევა, იმიტომ რომ ზოგადად ეს სიტყვის თავისუფლება ეს ეხლა მივდივართ იცი რა თუ აღმოვაჩინეთ რომ სიტყვა შეუძლია ადამიანს მოუტანოს ზიანი მაშინ ამის რაღაცნაირად კონტროლის ამ პროცესის უკვე მოთხოვნა ჩნდება რა საზოგადოებაში ადამიანში შეიძლება პერსონალთან ამას საზოგადოებაში ეს მოთხოვნა ჩნდება რა იმიტომ რომ ვიღაცებს გაუჩნდებათ ეს ის და ეხლა მანდვართ რა კაცობრიობა ცოტა მანდვართ და ცოტა ჭყინტები ვართ ცოტა ჯერ აზრი არ ვართ მაგრამ ნახოთ ყველაფერს დავტესტავთ ალბათ რა და მე რაც საუკეთესო იქნება იმას ავირჩევთ და ეგრე გავაგრძელებთ long term-ში კაცობრიობა მაგრამ აი ჩვენ კონკრეტულ რეგიონს და ამენაზე მოლაპარაკე ადამიანები ვიქნებით თუ არა მათ შორის ვინც ყველაზე მოკლე გზას გაივლის ამ არჩევანის გასაკეთებლად ჯერჯერობით მაგის სამწუხაროდ ამ კონკრეტულ მომენტში მაგის პოზიტივი არ ჩანს ამ თუნდაც გრძელი გზით თუ მანდ მივალთ საუკეთესო სოლუშენამდე აი მაგის გარანტიებიც არ არის მაგრამ სამაგიეროდ არც იმის გარანტიებია რომ ვერა მაგრამ მაგაზე ხუმრობის საშუალება მაინც მოგვიცით რომ ხო თუ ვერ მივალთ მაგაზე მაინც ვიღატავთ. მადლობა დიდი. მადლობა თაზო, მადლობა. რავი, მე მგონი ჩვენ რის უფლებასაც მივცემთ ჩვენ თავს. აი ეს იქნება რა, იმიტომ საბოლოო ჯამში მართლა ესეთი მყარი წესები არ არსებობს, არც ერთ დიქტატურაში. არსებობს რაღაცა ეგეთი რთულად აღწაწერი და გასაზომი, მაგრამ ძალიან კონკრეტული საზოგადოებრივი აღქმა რეალობის ნორმალურობის რომელიც თუ გადაიხარა იმაზე მეტად ვიდრე იმ მომენტში ეს საზოგადოება ჩათვლის რომ შეუძლია დაუშვას იქ გაჩნდება პრობლემები რა და იქ მივიღებთ რეაქციას ძალიან ძაბს და შესაძლოა ბევრისთვის მოულოდნელსაც ახლა აქ ვართ რა მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები რაც გამოვიარეთ ჩვენს ტვინში არჯლებოდა ვერ წარმოგვედგინა ახლა უკვე ამას ჩვენი ტვინი შეგუებულია რა ჩვენი ტვინი ბევრად ლაბილურია ვიდრე ჩვენი ეგო და ამიტომ ახლა ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ ეს ყველაფერი დავარენდეროთ რა და ამ კოგნიტურ დისონანსში რაღაცა
ის დავინახოთ ლოგიკა, რომელზეც ავეწყობით რა გავაკეთოთ და რა არა, ეხლა ეგეც არ ვიცით რა და. მაგრამ მივხვდებით რომ უფრო მეტად ვიგრძნობთ. მადლობა დიდი, ამით 25 ეპიზოდი დერეფანში დავასრულეთ. თუ მოგეწონათ ეს და გინდათ რომ კიდე ვილაპარაკოთ სხვა რაღაცებზე, ამ ეპიზოდებში გამოგვიწერეთ, დააჭირეთ ინფორმირების ღილაკ ზარი რო არის პატარა და ჩვენი ახალი ამბებიც მოგივათ ხოლმე. ჩვენ კიდე შევეცდებით რომ ვიხუმროთ კიდეც და სხვა რაღაცებიც გავაკეთოთ. მადლობა. ამით დერეფანი დასრულებული.